დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში 10 გარდაცვლილი რეჟისორის შოთა ბაბილოძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული სპექტაკლით ბუტიაობა გაიხსნა. შოთა ბაბილოძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული დრამატულმა თეატრმა რეჟისორის საყვარელი სპექტაკლით ბუტიაობა გახსნა. რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული სპექტაკლი დასმა პირველად ითამაშა, რომელიც მსახიობმა ალექსანდრე ლომიძემ აღადგინა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ სპეციალურად მოწყობილ ეკრანზე მსახიობებთან ერთად პაკლონზე გარდაცვლილი რეჟისორიც გამოჩნდა. ემოცია ძალიან მტკივნეულია თავისთავად ეხლა რომ სამწუხაროა რომ ეს ფაქტი მოხდა, მაგრამ მტკივნეულია რა თქმა უნდა რა ერთი მხრივ რომ სასიხარულო ფაქტი მოხდა, მეორე მხრივ ძალიან ტრაგიკული ამბავია ის რომ ჩვენს გვერდით არ არის ჩვენი ძმა მართლაც რო ეტყვიან და რა ვიცი აბა ერთმა განათლოს მისი სული. დღეს ყველანაირად ვეცადეთ რომ რაღაც მას როგორც გაეხარდებოდა ისე გაგვეკეთებია ეს თავისი ლამაზი სპექტაკლი, რომლითაც ძალიან ამაყობდა ამ სპექტაკლით. დღეს შოთა ბაბილოძის სპექტაკლების კვირეული არის, დაიწყო კვირეული ჩვენს თეატრში და რა თქმა უნდა ძალიან დიდი სევდა ახლავს დღევანდელ დღეს. ალიგამ კარგად აღნიშნა რომ შოთიკო არ არის ჩვენს გვერდში, თუმცა ამავე დროს ძალიან სასიხარულოა ის რომ ჩვენ კიდევ ერთი სპექტაკლი აღვადგინეთ შოთიკო ბაბილოძის ბუტიაობა, ეს 2008 წელს დავუდგით თუ ხსები. აღვადგინეთ და შოთიკოს სპექტაკლები ცოცხლობს. ამით თვით შოთიკოც ცოცხლობს აქ და ჩვენც ცოცხლობთ ხალხო და მაყურებელიც ცოცხლობს. არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის იმაზე, რაც ჩვენმა თეატრმა გააკეთა, ეს ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი პროექტია, ასე ქვია ამას, რომ შოთიკოს კვირეული ტარდება ახლა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სპექტაკლი აღდგა, ძალიან ლამაზი სპექტაკლია. ზუსტად ოზურგეთის მაყურებელზეა გათვლილი და ისეთი ლამაზი მიზანსცენებია და საინტერესოდ გაკეთებული და მოფიქრებული და ყველაფერი მახსენდებოდა, როცა სპექტაკლი მიმდინარეობდა, როგორ რაზე რას ფიქრობდა, როგორი ბედნიერი იყო იმ მომენტში, ყველაფერი გამახსენდა ეს დღე სპექტაკლი. შოთა ბაბილოძე ოზურგეთის დრამატულ თეატრში 23 წელი მოღვაწეობდა. 6 დეკემბერში 1 წელი შესრულდება იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც რეჟისორი მოულოდნელად თეატრის დასს გამოაკლდა.